წელი დაიწყო და რა თქმა უნდა Xiaomi-მაც არ დააყოვნა და თავიანთი Redmi სერია გაგვინახლა. რა თქმა უნდა მე-14 სერიაზე იქნება დღეს საუბარი, სადაც რამდენიმე smartphone-ი წარმოგვიდგინა, მაგრამ დღეს ჩვენ Redmi 14 4G-სა და Redmi 14 Pro-ზე უნდა ვილაპარაკოთ. თუმცა ეს 5G მოდელია. მოდი ჯერ Pro ვერსიას ჯიბეში შევინახავ და ვილაპარაკოთ სტანდარტულ Redmi 14 4G მოდელია, ოღონდ ეს დაიმახსოვრეთ 5G არის კიდე ამის ვერსია, მაგრამ ეს 4G ვერსია დღეს ჩვენთან განხილვაში. დიზაინის ნაწილზე და ზოგადად smartphone-ზე რო ავიღოთ, წინა თაობასთან შედარებით განახლებები გვაქვს. თან საკმაოდ საინტერესო განახლებებია, ოღონდ ერთი ისეთი განახლებაა, რომელიც მე ცოტა არ მომეწონა და მაგამდეც მივოლ, მაგრამ ჯერ დიზაინზე უნდა დავიწყო საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ნაცნობი და სტანდარტული დიზაინი გვაქვს უკვე ბიუჯეტური smartphone-ის. არის პლასმასის smartphone-ი, ოთხკუთხედი კანტებით, რომელიც რა თქმა უნდა ხელში უკვე ძალიან ნაცნობურად ზის, ანუ ჩვეულებრივი smartphone-ის შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა ხელში გიჭირავს. აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ერთ-ერთი აღნიშნავ კამერის მოდულს, რომელიც ახალ მე-14 სერიაზე ყველგან ესეთი სტილის გვხდება და ერთ რამეს ვიტყვი, რომ აი თითქოს კამერის მოდულს რო უყურებ, ცოტა უფრო ძვირადღირებული smartphone-ი უნდა იყოს და ცოტა სხვანაირი დიზაინი უნდა ქონდეს. მაგალითად როგორც Redmi 14 Pro-ს აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში რო უყურებ, ანუ გონია რომ ცოტა სხვა დიზაინი უნდა ქონდეს და უფრო მეტი უნდა ღირდეს ეს smartphone-ი და თითქოს არ ჯდება ერთმანეთის დიზაინში და ცოტათი ამოვარდნილი მგონია მე პირადად, მაგრამ თვალი ეჩვევა და მთლიანობაში რო ვთქვათ, მაინც მინიმალისტური დიზაინი აქვს. უკანა პანელზე მომწონს რომ დაბურულია და ანაბეჭდები ამაზე არ რჩება, მაგრამ არ მომწონს ის რომ ალბათ ეხლა თქვენს ხედავთ, კარგად რო დააკვირდეთ. აი აქ ჩანს რომ მტვერი აქვს გარშემო და საკმაოდ დავიღალე ამის გაწმენდით, ხო? აი ესე. ამიტომაც ეს ერთი რაღაც მინუსია და кейსში თუ მოვათავსებთ, ალბათ იქ ნაკლებად გამოჩნდება ეს მტვერი. შემდეგ გადავდივარ წინა პანელზე, სადაც ასევე, იდეაში განახლება მოხდა, მაგრამ ისეთი განახლებაა, რომელსაც აი ძალიან თუ დააკვირდი და გვერდ-გვერდ დადეს smartphone-ები, მაშინ შეამჩნევთ. ეკრანის გარშემო ჩარჩოები არის ოდნავ გაზრდილი, მაგრამ არანაირად არ ეტყობა, მაინც ძალიან მინიმალისტური და ძალიან წვრილი ჩარჩოები გვაქვს. თვითონ ეკრანი 6.67 ინჩიანია, გვაქვს 120 ჰერციანი განახლების სიხშირე, Full HD გაფართოება აქვს ამ smartphones და ზოგადად კიდე AMOLED პანელია. შესაბამისად გვაქვს ძალიან კაი კონტრასტი, განათება სრულად საკმარისია და თუ არ ვწდები 1800 ნიტამდე აღწევს ამის მაქსიმალური განათება და მზეზეც კი ყველაფერი კარგად ჩანს. სწრაფი პანელია, რა თქმა უნდა, ხედვის კუთხეებით ძალიან კაი გვაქვს და მთლიანობაში კმაყოფილი დარჩა ამის ეკრანით და ამ ფასიან smartphone-ებიდან რაღაც მომენტში შეიძლება ამ ეკრანითაც გამოარჩიო და მის კონკურენტებს ჯობდეს. აი ესე. შემდეგი განახლება, რა თქმა უნდა, თვითონ პროცესორის დეპარტამენტში მოხდა და Helio G99 Ultra-ზე მუშაობს ეს smartphone-ი, რომელიც ვიცით რომ ძალიან კაი ჩიპსეტია, რომელზეც ვიცით რომ თამაშები თუ გაინტერესებთ, მაგ შემთხვევაში უპრობლემოდ შეგვიძლია ვითამაშოთ მაღალ გაფართოებაზეც კი რაღაც მძიმე თამაშები, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება frame drop-ები გქონდეს, იმიტომ რომ მაინც და მაინც მაგარი გაგრილება ამ smartphone-ს არ აქვს და ყოველდღიური წარმადობა კიდე ძალიან კაი გვაქვს რაღაც რა თქმა უნდა ეს AI-ის ფუნქციები ჩაშენებული ამაში, მაგრამ ძირითად ნაწილში ყოველდღიურად რასაც ვიყენებთ, მაგ შემთხვევაში smartphone-ი ძალიან კარგად მუშაობს და გეიმინგის ნაწილი თუ გაინტერესებთ, მაგ შემთხვევაში ითამაშება რა თქმა უნდა ამ smartphone-ზე. როგორც ეგან გითხარით. ამიტომაც განახლება ესეც სასიამოვნოა და ეხლა მივადექი იმ განახლებას, რომელზეც არ მესიამოვნა და არის კონკრეტულად კამერებზე. ესე იგი, მთავარი კამერა რაც აქ გვაქვს, აი აქ გვაქვს 108 მეგაპიქსელიანი ერთი კამერა და შემდეგ გვაქვს 2 მეგაპიქსელიანი მაკრო და 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. აღარ გვაქვს ultra-wide, რომელიც წინა თაობაში ქონდა. კი, ქონდა 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide და მაინც და მაინც იდეალური ხარისი არ ქონდა, მაგრამ ხო ქონდა ultra-wide. რაღაც მომენტში ხო ვიღებდით იმ ultra-wide ფოტოებს, მაგრამ არა სამწუხაროდ აქ დაგვშვა მხოლოდ ერთი ცალი 108 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც უკვე ნაცნობი ფოტოები აქვს, ესე რომ ვთქვათ, ანუ გვაქვს ძალიან მაგარი დეტალიზაცია, იმიტომ რომ 108 მეგაპიქსელი მაინც 108 მეგაპიქსელია, გვაქვს საკმაოდ კაი HDR-ი, გვაქვს კაი ფერები და ძალიან ნატურალურად ცოლს ფერებს ეგ მე ძალიან მომეწონა და მთლიანობაში რო ვთქვათ, კამერა, ერთი კი აქვს, მაგრამ ეს ერთი კამერა მოწოდების სიმაღლეზეა. ამიტომაც კამერითაც გამოვარჩევ მისი კონკურენტებისგან. და ბოლო განახლება, რა თქმა უნდა, ელემენტშიც ხდება და ეხლა უკვე გაიზარდა 5500 მAh-იანი ელემენტი გვაქვს და ისედაც წინა თაობის Redmi 13 საკმაოდ დიდხანს მუშაობდა და დაახლოებით 6-დან 7 საათამდე screen time-ს გვაძლევდა. ანუ ამ შემთხვევაში უკვე 8-დან 9 საათამდე შეგვიძლია მივიღოთ screen time-ი, ანუ აქტიური დატვირთვით ერთი დღე უპრობლემოდ მუშაობს, მაგრამ საშუალო მოხმარებით რაღაც დღენახევარი 2 დღეც იმუშავებს. მაგრამ თუ რამეა 33 ვატიანი სწრაფი დამოხტვის ხარდაჭერა აქვს და ამ შემთხვევაში ესეც უსწრაფად იქნება და თან კომპლექტშიც მოყვება ეგ დამტენი. აი ესე, ეს იყო Redmi 14 და ეხლა მოდი გადავიდეთ ჩვენ
Pro ვერსიაზე, რომელიც ვიზუალურად საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, იმიტომ რომ უფრო მეტად პრემიალურია და ზოგადად ეს ტოპ ვერსია არ არის, ამის კიდე Pro Plus ვერსიაც არსებობს, რომელიც უფრო მეტი ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც საკმაოდ ვიზუალურად გამოიყურება. ესეთი მორკალური წინა და უკანა პანელები აქვს, რომელიც გადადის ნაზად ამ ჭარჩოში და პრიალა კანტია, რომელიც ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ რა თქმა უნდა ამაზე ანაბეჭდები რჩება და თუმცა ის პლუსი ვუყურე ამას, რომ არც ურავს ხელიდან ამ სიპრიალის გამო. ეგ საკმაოდ კაია. და უკანა პანელზე კიდე წეღან რო გითხარით იმ მოდელს არ უხდება მეთქი ის ჭარჩო კამერის. ამ შემთხვევაში მგონია რომ საერთო დიზაინს ძალიან უხდება, იმიტომ რომ თვითონ ჭარჩოც ხო მინიმალისტური და ესეთი გასნერი ნაზია და ამ შემთხვევაში smartphone-ის იგივენაირად გამოიყურება, ნაზად გადადის ეს ჭარჩოებში და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მომწონს როგორც გამოიყურება უკანა პანელი. თან რა თქმა უნდა ვეგანური ტყავისგან არის დამზადებული ეს ყველაფერი და ხელიდან არც ურავს, ანაბეჭდები არ რჩება და მტვერი ამ შემთხვევაში შეიძლება აქვს, მაგრამ არ ეთყობა არანაირად. აი ესე. შემდეგ გადავიდეთ მოდი წინა პანელზე, სადაც ზოგადად გვხდება პირველ რიგში დაცვა. Victus 2 აქვს ამას ეკრანის დაცვა. შესაბამისად, რამე რო იყოს ნაკაწრების ნაკლებად ეშინია და დავარდნისადმი უფრო მდგრადია, მაგრამ თვითონ ეკრანს რაც შეეხება 6.67 ინჩიანია, 1.5K აქვს გაფართოება, არის 100 ჰერციანი და რა თქმა უნდა ესეც AMOLED პანელია. უსწრაფესია, ძალიან ლამაზია, ჩარჩოები მინიმალური აქვს, ეგ ძალიან მომწონს და მთლიანობაში 3000 ნიტამდე აღწევს კიდე მაქსიმალური განათება ამის, ამიტომაც გარეთ ამაზე უფრო მეტ ამის დავინახავთ ვიდრე იმ მოდელზე, მაგრამ გასაგებია რომ ფასადაც ეს უფრო მეტი ღირს და ორმაგი არა უფრო მეტი ღირს იმ smartphone-თან შედარებით. ხო და პანელი მოკლედ ძალიან ლამაზია, ხედვის კუთხეებიც მშვენიერი აქვს, შემთხვევითი დაჭერები მორკალური ეკრანის გამო არ მაქვს და რა ვიცი მეც ვერაფერს ვერ ვიძახი ამის ეკრანზე. ამიტომაც გადავიდეთ ახლა წარმადობაზე. Dimensity 7300 Ultra-ზე მუშაობს ეს smartphone-ი, რომელიც ასევე საკმაოდ კაი ჩიპსეტია, უბრალოდ არ ვიცი Ultra რატო ქვია, იმიტომ რომ 7300 ზუსტად იგივე მონაცემებით არის რაც Ultra, შესაბამისად რატო დაარქვეს Ultra არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ smartphone-ი ყოველდღიურად ძალიან კარგად მუშაობს და თამაშები თუ გაინტერესებთ, ამ შემთხვევაშიც თამაშები შეუძლია მაღალ გაფართოებაზე ვითამაშოთ და რაღაც მომენტში არ გვექნება ისეთი ლაგები და არაკომფორტული არ იქნება ამაზე გეიმინგი. ამიტომაც თუ გეიმინგის სჭირდებათ გამოგადგებათ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც გეიმინგი თუ გჭირდება, ჯობია უფრო მეტად გეიმინგზე ორიენტირებული smartphone-ი შეიძინო, ბევრად კაი გამოცდილებას მიიღებთ თამაშის დროს. ასე და ეხლა მოდი გადავიდეთ თვითონ კამერებზე, იმიტომ რომ კამერებზე ამ შემთხვევაში უკვე უკეთესი სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ გვაქვს 200 მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორი, გვაქვს 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide და 2 მეგაპიქსელიანი მაკრო. აი აქ ხო გვაქვს ეს ultra-wide. ზუსტად იგივეა, რაც წინა მოდელში ჰქონდა, მაგრამ მთავარია გვაქვს. და ხარისხობრივად რო ავიღოთ ეხლა ultra-wide მთლად იდეალური ვერ არის და რაღაც მომენტში რეალიზაციაც არ გვაქვს ისეთი მაგარი და HDR-ის დამუშავებაც იდეალური ვერ არის, მაგრამ მთლიანობაში რო ვთქვათ, რაღაცაში რო დაგჭირდეს, გამოვიყენებთ ძალიან მარტივად და აი ხარისხიც რაღაც მომენტში მივიღებთ, მაგრამ თავარ სენსორზე რო ავიღოთ 200 მეგაპიქსელი გვაქვს, ძალიან მაგარი დეტალიზაცია გვაქვს, საკმაოდ კაი HDR-ი გვაქვს, ფერებიც ძალიან მომეწონა და მთლიანობაში, რა ვიცი, ღირსეული კამერა ფონიც რაღაც მომენტში არის თავისი ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ხო და ძალიან მეწყინეს იმას რომ გითხრათ 14 სერიაში, ანუ Redmi 14-ში EFI-ში რო აღარ გვაქვს ეს ultra-wide. არ ვიცი, რა თქმა უნდა გონია რომ ultra-wide და სტანდარტული ლინზა უნდა გქონდეს აუცილებლად smartphone-ში და მაკრო და სიღრმის სენსორი არავის არაფერში არ სჭირდება. აი ძალიან ცოტას თუ დასჭირდება 2 მეგაპიქსელიანი მაკრო სენსორი და რამე ფოტოებს თუ გადაიღებს ხოლმე. მაგრამ ოკეი, შევეშვათ ამას და გადავიდეთ ახლა ელემენტზე, რომელიც 5110 მAh-იანია, გვაქვს 45 ვატიანი სწრაფი დამოხტვის ხარდაჭერა და ელემენტის მუშაობის დროით მთლად იდეალური ვერ არის, ანუ ვერ არის 9 საათიანი ელემენტი, საშუალო მოხმარებით smartphone-დან მაქსიმუმ 7 საათიანი screen time-ის მიღება შეიძლება, რაც პრინციპში ასევე ძალიან მაგარი შედეგია, იმიტომ რომ ერთი აქტიური დღე პრინციპში გაჩავს ეს smartphone-ი და ისე რამე რო იყოს 45 ვატი გვაქვს, ამიტომაც 45 ვატითაც ძალიან მალე და უფრო მალე იტანება ვიდრე ეს Redmi 14, რომელიც წეგან გაჩვენეთ. აი ესე, ამიტომაც საბოლოო ჯამში, მოიცემ მეორე ტელეფონსაც მოვიღებ ჯიბიდან და გაჩვენებთ როგორი მტრიანია, აი ესეთი მტრიანია. მაგრამ ოკეი, საბოლოო ჯამში რო ავიღოთ წელი, მე მგონი საკმაოდ კარგად დაიწყო Xiaomi-მ და ორი საკმაოდ საინტერესო smartphone-ი ჩავიგდა ხელში. მინდა გითხრათ რომ გასულ წელთან შედარებით თითქოს განსხვავება ესეთი არ არის, მაგრამ პატარ-პატარა აპდეიტებია, რასაც პრინციპში ველოდებოდით და პატარ-პატარა აპდეიტებით რაღაც მომენტში უკეთესებიც კი გახდნენ ეს smartphone-ები. ოღონდ რატო ამოიღე საქმე ultra-wide არ ვიცი. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ახალ Redmi 14 სერიაზე, მე დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.